გადაცემის სპონსორია Village 11. ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11. კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. სიახლე გვირილაში გაატარე მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა. მადლობა ბენც გამარჯობა მოგესალმებათ ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრს ონისე ცხადაძე ძალიან მოგვენატრა პირდაპირ გეუბნებით იმიტომ რომ რაღაცა გქონდა ხოლმე სამსახურში ონისე რო იყო ყოველთვის ხალისი იყო და მასთან ერთად ყველა დაკავებულ პატიმარს უცხადებ სოლიდარობას სოლიდარობა ყველას და ყველას უსურვებ მალე გათავისუფლებას ვირფასო მეგობრებო მალე შეიძლება დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს რადგან უკვე ადამიანებს სასამართლოში იბარებენ Facebook პოსტების გამო უამრავი ადამიანი მათ შორის TV პირველის ფორმულა ჟურნალისტები აქტივისტები ყველა დაიბარეს სასამართლოში და Facebook პოსტების რა თქმა უნდა პოსტების გამო ახალი კანონის მიხედვით იკრძალება ჩინოვნიკების შეურაცხყოფა თურმე. ანუ რა ხდება? სტატუსების გამო ვაჯარიმებთ და ვიჭერთ უკვე ადამიანებს. ანუ ესე გამოდის. ერთი რამ დაიმახსოვრეთ, საქართველოს ჩრდილო კორეა არ გახდება. ბელარუსია რატომ არ ვთქვი? ბელარუსიას გავხდით კაცო. კი არა და უკვე გადავასწარით და ახლა უკვე ახალი სლოგანი გვაქვს მოსაფიქრებელი საქართველოს ჩრდილო კორეა არ გახდება. ან უფრო მძაფრად შეიძლება ჩრდილო კორეაც აღარ უხდება უკვე სხვა ფრაზა გჭირდება საქართველოს ჯოჯოხეთი არ გახდება აი ესეც კარგია აი ახლა სათხართ ის აპოლიტიკური ხალხი მარტო Facebook სტატუსებით რომ შემოიფარგლებოდით ხოლმე მოადგა თუ არა პოლიტიკა Facebook-საც ჯერ სათხართ TikTok-ზე ზოგიერთი ცეკვაც რო დაჟძადი გახდება აი მერე გამოფხიზლდებით ყველა აი სულ მეღიმება ხოლმე ადამიანები რომ ამბობენ რომ ეს მთავრობა ამას არ იკადრებს. ამას ვერ გაბედავენ. რას უკაცრავად. უკვე ისეთებს ბედავენ რომ ვერც წარმოგიდგენიათ Facebook პოსტების გამო სასამართლოში რომ იბარებენ ხალხს. შემდეგი ეტაპი იქნება უკვე რომ აი პოსტები ვის აქვს დალაიქებული. იმათ დაიბარებენ და დააჯარიმენ. მე ვიღაცა გამოადა იტყვის რომ ამის მერე რომ კიდე რაღა უნდა გაგვიბედონონ. აგერ ნახეთ ბიძინას რო ზებრა მოუკვდეს ამაზე ცხარეცლები თუ არ გატირონ აგერ იქნებით თქვენ და აგერ მე და თან ტირილთან ერთად გასვენებაში ფულსაც დაგადებინებენ იცით რატომ ვართ ესეთ დღეში ეს იმის ბრალია მშვიდობიანი პროტესტის ფორმით რომ გვინდოდა ამ ხელისუფლების შეცვლა ახლა უკვე პირიქითაა მშვიდობიანი ფორმებით ყველას უშვებენ ციხეში უკვე ის ხელისუფლებაც მშვიდობიანი ფორმით მოგვიდგა ხვდებით რა შეესაქმე ამ ფინანსურად გაგუდავენ ერთი სიტყვით რაც უფრო მეტი მშვიდობიანი პროტესტი იქნება მით უფრო მშვიდობიანად მოგვიღებენ ბოლოს ვირფასო მეგობრებო ისე მართლა არ გვინდა მთავრობის წევრების შეურაცხყოფა მოდი ასე შევთანხმდეთ ვირფასო რა გვინდა ახლა ეს ჯარიმები და პრობლემები ავიღოთ რამდენიმე სიტყვა და სიტყვით მოიხსენიოთ ოცნების ჩინოვნიკები ავირჩიოთ რამდენიმე სიტყვა ჩვეულებრივად მაგალითად ბაჯაღლო შვენიერი სიტყვა, რომელიც ნიშნავს უმაღლესი ხარისხის ოქროს. ოცნების ბაჯაღლო დეპუტატი ესა და ეს, ანუ უმაღლესი ხარისხის ოქრო ადამიანი ესა და ეს დეპუტატი. არსებული კანონი შეიძლება კიდევ გამკაცდეს და
გინება შეიძლება დაემატოს წყევლა. ნახოთ გიავორსკის პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე. წყევლას გააჩნია ჯერ ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი. და საინტერესო წყევლის აკრძალვას აპირებს პარტია, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა ფრაზებით გადაშენდი აქედან და თუ ხუთიან შემოხაზავ ხელი გაგიხმებათო, ამით არიან მოსულები. ამ კანონის ბოლომდე ამოქმედების შემდეგ ხალხში გვექნება ასეთი ჩხუბები უკვე. ხო, გიდებები ხო აღარ შეიძლება. ესეთ ჩხუბები იქნება. უხშენიც და უხშენიც. წადი შენი, ვისეუნები წადი შენი. წადი შენიც და წადი შენიც. აუ შენ თუ მეკაცი არ ვიყო. მეკაცი არ ვიყო შენც თუ ესემა. ნუ ასე იქნება რა. ცემით დაასისხლიანებენ ერთმანეთს, სამაგიეროდ არ დაიჭერენ, ეგარი აქ თავად. დიდი წმენდაა ძალოვან სტრუქტურებში მოხსნეს კუპატაძე სირაძე ხარება. გეკა გელაძემ დახსნა სანქცირებული ჩინოვნიკები. გეკა ისტორიაში შევა როგორც დიდი რეფორმატორი, სანქცირებულთა შემმუსრელი და პატრულთა გამაერთიანებელი. გეკა პირველი ბრწყინვალე. ნუ ხარება რას იზამს, ნახოთ, მეშინია გეკა თავდადებულად არ გადაიქცეს. არის ამის საშიშროება. სკანდალური ინფორმაცია გააჟღერა ბიზნესმენმა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე. ნუ ესე იგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ მისი გატაცების დროს ოხანაშვილი იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორცზე. ძალიან მოწადინებული იყო, როგორც ჩანს, ანრი ოხანაშვილი, რომ პირადად უნდოდა ბიძინასთვის მიერთვია ბაჩიაშვილი ძვენივით. ამით ბიძინას დაუმტკიცა ერთგულება. მაგრამ ერთი რამ ავიწყდება, რომ ბევრი ეგეთი ერთგული დახეტიალობს ადეკვატურად ქუჩებში. უმუშევრად და სენსიტიურად დადიან დღეს ქუჩებში დახეტიალება. რამდენიმე დღის წინ პარლამენტში ანგარიში წარსდგა სახალხო დამცველი ლევან იოსელი, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრა აქციების დროს ძალოვანთა მხრიდან ძალის გადაჭარბებაზე და უკანონო ქმედებაზე. ნუ მას შეეპასუხა ამიერკავკასიაში უძლიერესი პოლიტიკოსი, ქალბატონი ნინო წილოსანი. ნახოთ მისი ესეთი რეპლიკა. მომესმა თუ იმაზე იყო საუბარი, რომ ამ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან რაღაცა მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა ჟურნალისტების მიმართ. მე უცნაურა ნამდვილად. ხო, ნინო, აშკარად რაღაცა ბოდვასთან გვაქვს საქმე. იმიტომ რომ ჩემი თვალით დავინახე, ჩემი თვალით რომ გურამ როგავას როგორ დაეცა მეხი თავზე და თავი გაუხეთქა. ხალხო, ესე არ იყო, მეხი დაეცა იმ მომენტში. და მაკე ჩიხლაძე კიდევ ქარბოლბალამ როგორ გაისროლა გვერდზე. ეხლა ამ ბუნებრივ მოვლენებს გადავაყოლოთ ეს ჩვენი მეტყრული ქვეყანა. თუ რაშია საქმე? ნინო, შენს გვერდით ვარ, დამირეკე. გუშინ პარტია ქართული ოცნების პარლამენტმა მესამე მოსმენით ერთხმად მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც ჩვენმა ქვეყანამ რამდენიმე ათეული ნაბიჯით დაიხია უკან. ნახოთ კანონი. მთავრობის ნებართვის გარეშე საერთაშორისო ცოდნის გაზიარებაც შეუძლებელი იქნება. ანუ რა ხდება ესე იგი? განათლებისთვის გრანტები მთავრობას უნდა შეუთანხმო, ასევე მოწვეული ლექტორები საზღვარგარეთიდან უნდა შეუთანხმო მთავრობას, ხალხო. უნივერსიტეტში რომ მოიწვიო ლექტორი, ან საავადმყოფოში მოიწვიო ქირურგი, უცხოელი ოპერაციისთვის, ეს ყველაფერი უნდა შეუთანხმო მთავრობას. აი რაღაც პროექტი გაქვს უნივერსიტეტისთვის და ნუ გირეკავს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი. მე მივიღე გადაწყვეტილება და წავიკითხავ ლექციებს პროექტის ფარგლებში თქვენს უნივერსიტეტში. და თქვენ ეუბნებით, რა არის ისი, ჯერ რაჟდენ კუპრაშვილს შეუთანხმებ. და მე გადმოგირეკავთ, ამას ეუბნები რა აქედან. სკანდალური განცხადება აქ და რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა ქართული ოცნება ხომ ამბობს, რომ არ ადარდებთ სანქციები. არც თლათ მას არის საქმე. მოდით ნახოთ ევროპარლამენტარის საინტერესო ინფორმაცია. ევროპარლამენტარის ცნობით სანქცირებული მეოცნებები ევროპარლამენტში რეკავენ კითხვით, როგორ შეუძლიათ სიიდან გასვლა. ესე იგი რა ხდება? ევროსაბჭოში ჩუმად რეკავენ აქედან ხოცი დეპუტატები და კითხულობენ სანქციების სიიდან როგორ დაიხსნან თავი. რომ არ ეცნოთ ორჯერ დაურეკა მდინარეზე ქალისყრით. და კობახიძემ სამჯერ. ნუ ბოლოს კობახიძე იცნეს, რადგან ქალის ხმაზეც ისე ლაპარაკობდა, როგორც ამჟამად ლაპარაკობს.
ქართული ოცნება მაინც არ იტეხს იხტიბარს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი მომხრეები დააჯეროს იმაში, რომ ევროპისკენ აქვთ გეზი. რამდენიმე დღის წინ მაგალითად ამის დასამტკიცებლად დიდი დელეგაცია გაემგზავრა მილანში და იქ გახსნეს ქართული საკონსულო. მოდით ნახოთ რა მოხდა სინამდვილეში. საკონსულო, რომლის გახსნაზეც მილანში ოცნების ნახევარი მთავრობა იმყოფებოდა, 2 წელია უკვე მუშაობს. 2 წელია ფუნქციონირებს ეს საკონსულო, ძვირფასო მეგობრებო, არჩევნები ჩაატარეს, ოცნება წაგებული აქვს მაგ შენობაში. არჩევნები 10% აქვს აღებული. ამათ ახლა გახსნეს. აი ახლა გახსნეს, ანუ ვითომ აი ევროპაში ვართ, მილანში და გავხსენთ საქართველოს საკონსულო. მე მინდა საზეიმო ვითარებაში გავხსნა ჩემი ახალი გადაცემა. გილოცავთ ყველას ვანოს შოუს დაწყებას, ძვირფასო მეგობრებო. მართალია 2006 წელს დაიწყო ვანოს შოუ, მაგრამ გახსნით ახლა ვხსნით. ვულოცავ საკუთარ თავს, ჩემს ბენდს ვულოცავ. არაჩვეულებრივი დღეა დღეს, პირველი გადაცემა გვაქვს. და ყველა თელს შემოქმედებით ჯგუფს, სულ წარმატებები და წინსვლა. აი დაახლოებით ასე გახსნეს მილანის 2 წლის წინ გახსნის საელჩო კოცება. საერთოდ რა გააკეთეთ, იცი? ხალხს ხო მოკლე მეხსიერება აქვს, ხო ამბობენ. ხო და ყოველ თვე გახსენით ეგ საელჩო. ერთ თვეში მაინც გვავიწყდება ხოლმე რაღაცეები და წარმოიდგინეთ წელიწადში 12 საელჩო გაიხსნება, 12 ჯერ გახსნით. ხუმრობას აქ მე ხა 12 ჯერ ევროპაში ჩადი, ჩამოდი, ხსნი 12 ჯერ იხსნება. ასე უფრო დაუახლოვდებით ევროპას, მე მგონი. ყველაფერს იგონებს მოკლედ ოცნება იმის დასამტკიცებლად, რომ დასავლეთთან ურთიერთობის და მიმოსვლის პრობლემა არ აქვს. საინტერესო ამბავი მინდა გავიხსენო, რამდენიმე დღის წინ მერაბ დვალიშვილმა წარმატებით ჩაატარა მორიგი ბრძოლა და შეინარჩუნა საჩემპიონო ქამარი, ულოცავ მას ამ ძალიან დიდ წარმატებას. ამ ბრძოლას ქართული ოცნების სპორტის მინისტრიც ესწრებოდა. მე არ ვიცოდი თუ სპორტის მინისტრი ყოლია და ამ ბრძოლას ესწრებოდა. მოდით ნახოთ როგორ გააშუქა ეს ინფორმაცია იმედმა და ამ სპორტის მინისტრსაც დააკვირდით როგორ გულშემატკივრობს. საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მერაბ დვალიშვილისა და ამერიკელი შონ ომალის ბრძოლას დაესწრო. ანუ ვითომ არ იცის რომ უღებენ და სულად სიჩუმეში იდგა და აქტიურობს. აი ეგრე მიდი დაარტყი, აი ესე აკეთებს რა ერთ მომენტში რა და იქნევს ხელებს სულად ესე არაბუნებრივად რა, თან ამით ბიძინას აწონებს. აი ამერიკაში ვარ და აი ნახე დვალიშვილს როგორ გულშემატკივრებს. აი ნახე დაარტყი, მიდი ანუ ვითომ არ იცის ამ კამერა აქეთ რა და არ იცის ბუნებრივად რომ აი რაღაცა ქულები დაიწერა რა. ეთერში არ გასულა, მაგრამ არსებობს კადრები, სადაც მეტი დამაჯერებლობისთვის გოგოლაძეს აი ამ კაცს ექიმი პირსახოც უნიავებს და ნიშადურის ასუნთქებს რაუნდებს შორის. ანუ ესეც დაზარალდეც იყო მოსასულიერებელი, ისეთ მდგომარეობაში იყო. ამ ხიარულ ნოტზე გავაგრძელოთ საუბარი იმედზე და ვნახოთ როგორ აფასებს საკუთარ ტელეკომპანიას მისივე მფლობელი და სანქციების ერთ-ერთი პრეტენდენტი ბატონი ირაკლი რუხაძე. ჩვენ ვართ გენიალური არხი, იმედზე ამბობს. ჩვენ ვართო გენიალური არხიო, განაცხადა რუხაძემ, რომელმაც გენიალური ბანკი უკვე მოიშორა თავიდან და გადაუფორმა ბაზის ბანკს, რომ ის გენიალური თავი არ დაუსანქციოს დასავლეთმა. არა და მანამდე ეს რუხაძე ინტერვიუში ამბობდა, რომ მე იმედს არ ვუყურებო. და ეთყობა ახლა ცოტა ხნით შეხედა თავის არხს და აღფრთოვანდა ამ ბინძური პროპაგანდის მაღალი ხარისხით. ამ აღფრთოვანებასთან ერთად ცოტა შიშებმაც შეიპყრო, ახლა ომის და გათხოვების ეშინია. იმიტომ რომ ესე არავის იმედს ვინც უყურებს, ყველას ეშინია ომის და გათხოვების და კაცებზე მაქვს საუბარი. მოდი გადავიდეთ ადგილობრივ არჩევნების შესახებ. ძალიან საინტერესო თემა. კვლავ გაურკვევლობა და უთანხმოება ოპოზიციურ პარტიებს შორის ამ საკითხზე. ლევან სამუშია, იცით, ლელოს წევრი ადამიანი, ეცადა არგუმენტით გაეცა პასუხი ამ თემაზე. მოდით ვნახოთ მისი შესანიშნავი კომენტარია. მონახოთ. არავინ არ ამბობს, რომ ესენი გაყალბებას გადაეჩვევიან. მაშინ არასდროს არ უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა? წარმოიდგინეთ 2025 წლის 5 ოქტომბერია, ლევან. წარმოიდგინე 5 ოქტომბერი, 4-ში ხوارი არჩევნები, 5 ოქტომბერი გათენდა. დილის 10 საათი ლელოს ოფისში არის ბრიფინგი. ლევან სამუშია გაბრაზებული სახით იწყებს. მეგობრებო,
ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა. და ამ დროს ჩვენ წესით ხო უნდა აღშფოთდეთ, მაგრამ აღშფოთების ნაცვლად ვიხოცებით ციცილით აქეთა მხრიდან. ყველაზე რთული ამოცანა ახლა აქედან მოიფიქროთ რა თემაზე ჩაატარებთ ბრიფინგს 5 ოქტომბერს, თორე არჩევნები რომ გაყალბდა, ეგ უკვე ვიცით 13 ივნისს აგერ. იქ უნდა გადახარჯოთ 5-ში და უნდა ჩაატაროთ რისი ბრიფინგი. აი საფეხბურთო ნაკრებივით არის ეს პარტია რა, ეხლა ეს პარტია, ვინც ეხლა მაგალითად არჩევნებში იღებს მონაწილეობას. ადრე რომ ვაგებდით, აღარ უნდა მიგვიღო მონაწილეობა შესაჩერებ ტურნირებში, ფეხბურთში, აი ესეთ კითხვას დასვავ. კი, მაგრამ აქ ერთი დიდი განსხვავებაა. წარმოიდგინე, სათამაშოდ გადიხარ სტადიონზე, სადაც მაყურებელი, მსაჯები, ყველა მოწინააღმდეგე გუნდს ყავს ნაყიდი. და მოწინააღმდეგე გუნდის მხარეს კარიც კი არ დგას, ანუ რო გოლი გაუტანო. ლევან. აი ესეთ შედარება აქვს თვითონ ახლა ამ ადგილობრივ არჩევნებს. აი ხო ბევრი პოლიტიკოსის, პოლიტოლოგის და ექსპერტის აზრი მოგვისმენი ასეთ ვითარებაში არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამ საკითხზე მეც ბევრი ვიფიქრე ძვირფასო მეგობრებო, ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, მაგრამ პასუხი ამ ყველაფერს დავით აქუბარდიამ გასცა, ნახოთ ვიდეო. მიწვარდელობის არჩევნებში მონაწილეობ თუ არა? რას საკეთებ იმისთვის, რომ რიგარიში არჩევნები? ბაჭის გაგჟიბავდა რა. ხო და არჩი გამონაწილეობ, არჩი შეიძლება რა. ერთი სიტყვით ამ თემის სიღრმეებში არ შევალ, მაგრამ ვეთანხმები აქუბარდიას დასკვნას ძვირფასო მეგობრებო. მეგობრებო, ნუ მივეცემით ნიჰილიზმს. მე მინდა დღევანდელი მონოლოგი ოპტიმისტური გეგმით დავასრულო. როგორც იქნა ეს გეგმა შევადგინე და დავწერე. გთავაზობთ გეგმას. ჩვენ ახლა უნდა მოვიკრიბოთ ძალა და ეს ხელისუფლება რომ გაუშვათ, აუცილებელია ყველა ოპოზიციური ლიდერი დაჯრეს და გააკეთოს თავისი აქტივის მობილიზება. ერთ მუშტად უნდა შევიკრათ და შევიდეთ ადგილობრივ არჩევნებში. ყველა, მაგრამ სხვა გეგმით. ერთი ძლიერი კანდიდატი უნდა ავირჩიოთ და მაგალითად მერობაზე დავაყენოთ მხოლოდ ხონში. სხვა ქალაქებს არ ვაყენებთ, ქალაქებში არ ვაყენებთ, არავის, საერთოდ მხოლოდ ხონში ვაყენებთ ერთ კანდიდატს. ხონს რომ მოვიგებთ, 4 წლის მერე უკვე მეორე ძლიერი კანდიდატი შემოყავს და ვაყენებთ ტყიბულში. ტყიბულსაც რომ მოვიგებთ, იმიტომ რომ მთელი რესურსი ტყიბულზე იქნება მობილიზებული. ტყიბულსაც რომ მოვიგებთ, კიდე 4 წლის მერე სენაკში ვაყენებთ უკვე ძლიერ კანდიდატს. უკვე სენაკს ვართმევთ ქართულ ოცნებას და ასე 100 წლეულებზე უნდა გავთვალოთ და ესე თითო ქალაქი უნდა გამოვგლიჯოთ ქართულ ოცნებას. დაახლოებით 2268 წელს უკვე ყველა ქალაქს გამოვგლეჯთ და მერის არჩევნები მოგებული გვაქვს ძვირფასო მეგობრებო. და აი ამის მერე ქართული ოცნება რომ მოყანყალებული იქნება, უკვე იმიტომ რომ ყველა ქალაქი დაკარგული აქვს, უკვე უნდა დაიგეგმოს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების დაახლოებით 150 წლიანი გეგმა. ამიტომ ბრთები არ ჩამოყაროთ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამიტომ ვერ მოგვერევიან. ამიტომ ვერ მოგვერევიან. 200, 300 წელი იყოს, 400 წელი, მაგრამ ვერ მოგვერევიან. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალურ საფორმებს ბენდი თამაშს ხდებოდა. მადლობა. ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია მომღერალი მსოფლიო ბანი ბატონი პაატა ბურჭულაძე. მინდა შეგახსოვოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ გადაცემის წარმოდგენია კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვაა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ჩვენი პარტნიორია კომპანია სანდომი, ტკბილეულის და სნექების მრავალფეროვნება. სანდომი ყველაზე ტკბილი ზღაპარი. გადაცემის სპონსორია ბაზარი ქალაქი ქალაქში სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. აქვე შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს YouTube არხზე რუსკა მაყაშვილი წარმოგიდგენთ პოდკასტს რა ბაზარია.
გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა, სიახლე გვირილაში გაატარა მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი, უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და დააგროვე 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. გადაცემის პარტნიორია Voice G ავტომოპასუხის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენმა შემოქმედებითმა გუნდმა შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ თქვენს პულტებზე მოძებნოთ, მაგთიზე 45, სილქნეტზე 345, ახალქსელებზე 345 და მარტივიზე 45. ახლა უკვე ინტერნეტშიც მაი ვიდეოზე მარტივად შეგიძლიათ უყუროთ პირდაპირ ეთერს. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45. ეთერს. აქვე შეგახსენებთ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგზავნეთ გადაცემა და მინდა წარმოგიდგინოთ სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის საინფორმაციო გამოშვება შაირებით. ვნახოთ. გესალმებით ეკრანიდან გვინდა გაგითბოთ ფულები ამ ფეიქ პოზიტივისტვის შაგვერიცხება ფულები გენიალური არხი ვართ შემოგციცინებ თვალები ერთ ყურადღებას უფანტავთ თურქული სერიალებით ალებით ალებით ფერადი სერიალებით ალებით გაბრუებ სერიალებით საქართველოზე ცუდის მქმელ სახეში მუშტებს ვაფეთებთ უკუსვით კი არ მივდივართ ჯექსონის ილეს ვაკეთებთ ბიზნეს ღმერთმა არ გუნა ერის გაწყოლის მისია ამ კერჩი ორი გული დევს ორივე მხოლოდ მისია 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 მთელი ქვეყანა მისია 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 სულ ყველაფერი მისია ბუმბულ გამოცლილ დიფსტერის აწირა და ფრთიანებს თავრობა ოპოზიცია სიხეში აერთიანებს შივრები არ იქნებიან ივლიან დიდოს ნებაზე ოპოზიცია გადაყავს დღეში სამჯერად კვებაზე 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 დღეში სამჯერად კვებაზე ნებაზე ყველა ბიზნეს ნებაზე ზოგს არჩევნების სტადია ზოგს არ სუსტლავ გაგონება სულუკიანი მოხედავთ გაგინათდება თქონება ყველა პარტია საბრძალავთ ჩვენამდე რაც კი ყოფილა უცხოურ გრანტებს აგართმევთ დაქტოვებს ზედი შობილა 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 დაქტოვებს ზედი შობილა 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 დაქტოვებს ზედი შობილა ზოგ პარტიას მივმართავთ რომ მალე გადის გახსოვდეთ იმ ორი პარტიასავით ჯობს სიყვარულით გათხოვდეთ ბიზნა გაბრაზებულა ორი ხარება რატოა ადამიანი გაუშვა დღეს სასწაული დატოვა 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 ზოგს უშვებს ზოგი დატოვა 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 თითქმის არავინ დატოვა ისე შემცირდა ფასები ბაზრიდან ტომრით ბრუნდებით ჭამისგან ისე დავსუქდით ლოგინშიც ვეღარ ბრუნდებით რაღაც ჭირდება ქვეყანას გარედან დაფინანსება როცა მთავრობას უძღვება ვიძოსნაირი არსება 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 ასეთი კარგი არსება 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 კაცი ილიას გავსება კორუფციასთან ბრძოლაში ევროპამ რომ არ იწვალოს უარს არ ვეტყვით ჯანდაბას საქართველოსგან ისწავლოს ჭკვიანი ერის მამა გყავს მიტომ გვატარებს წრეზე და აგეგმა თუ ჩაუვარდა გადავა გეგმა ბეზედა 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 გადავა გეგმა ბეზედა 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 ბიზნეს რუნავს ჩვენზედა
ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წარმომადგენელია კომპანია PSP, PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ჩვენი პარტნიორია კომპანია სანდომი, ტკბილეულის და სნეკების მრავალფეროვნება. სანდომი ყველაზე ტკბილი ზღაპარი. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. აქვე შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს YouTube არხზე რუსკა მაყაშვილი წარმოგიდგენთ პოდკასტს რა ბაზარია. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა, სიახლე გვირილაში გაატარე მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი, უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და დააგროვე 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია Voice G, ავტომობილსახურის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჩვენმა შემოქმედებელ ჯგუფმა გააკეთა ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენს სატელევიზიო პულტებზე, მაგთიზე, ვისაც მაგთი გაქვთ 45 ნომერი, სიტკნეტზე 345, ახალ ქსელებზე 345 და მარტივიზე 45. ასევე უკვე ვართ ინტერნეტში, My Video-ზე. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგენოთ ხარებას და ბიძინას მორიგი მუსიკალური დუეტი და აქვე შეგახსენოთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია InSound-ში. InSound-ის სტუდია, რომელსაც ვენდობთ, ნახოთ. Seven განვლილ წლებს მივდივარ გულით ვატარებს საოცარ დარდს გედედე ხომ უკვე გედედეს აღარ გავს ჰე დაუჩქარე გელოდებიან სხვა ხარებებიც გამოჩნდებიან მიდის და ბოლო ჯერ უკან აბრუნებს თავს ჯალათი რომელიც ჩემ ჯალათს აღარ გავს აქ ყველაფერი მახარებს აქ შემდის ხვებს ფერი გადარდებს კვლავ გაშლიხებს რომ დამჭირდები მოგონება თვალზე მოგრისწევს ხალხს სახეზე რომ ვაჭერდი ფეხს დღეს უკვე ქუჩაში დროში დამაყადგას სტუდენტი რომელსაც სილურჯე აღარ აქვს ვინმესაცემი მომეცი და უნდრევს ლებს და დამშვიდდები და ეს კაცი გადამრევს და გამშვიდებ ან დამშვიდდები მე რომ შევ მოდელებს გინდა ჩაბარო გედედეს ბიჭები კაი ახლა ხარებ რა დაგემართა ვინ არ წასულა მე თვითონ სამჯერ ვარ წასული დიღმის აუზზე გაგაფორმებ აკო აერობიკის ინსტრუქტორად თუ მაინც ხელები გეკავება საცემად ერთ ოპოზიციონერს მოგამაგრებ გაერთობი ცოტას გულს გადააყოლებ არ მატყუებ რას ამბობ მეთაწყუილი ატიკოს თავს გეფიცები ცხოვრებაში არავინ მომიტყუებია გონი დრო აგზას გაუდგე
სადი მალე რასელოდები უკვე ვაგროვებ ჩემს ნივთებს ვაღებ გარებს ტაქს ველოდები რა ვქნა ხალები სხვანაირად არ გამოდიოდა სანქცირებული ჩემი თავი მეზარება მიძინა Გირფასო მეგობრები, ესალმო ჩვენი გადაცემის სტუმარი ბატონი პაატა ბურჭულაძე. ბატონ პაატა მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ამ ხელა დონის ვარსკვლავი ყოველთვის იცლის ჩემი გადაცემის, ეს ჩემთვის ძალიან სამოყო ამბავია. ანუ მე უნდა გითხრათ რომ ჩემთვის თქვენ ძალიან დიდი დონის ვარსკვლავებს ზანგდებით. მართლა ესეა. მე ყოველთვის უყურე ხოლმე თქვენს გადაცემას და ბედნიერი ვარ რომ აქ ვარ დღეს. მადლობა. მადლობა. ამასაც უყურებთ ალბათ ამ გადაცემას. შეიძლება ვნახო. თქვენი სტუმრობა ხო? მოკლედ ბატონ პაატა, თქვენ ერთ-ერთი ისეთი ადამიანი ხართ, რომელსაც აი ჩემი გადმოსახედიდან ახლა მსოფლიო დონის ვარსკვლავი ბრძანდებით და ცხოვრებაშიც, ანუ ისეთი ცხოვრებას შეგეძლოთ აგერჩიათ, რომ აი მაგალითად ახლა რა ვიცი, რომ ნებისმიერ ქვეყანაში წახვიდოდით, იცხოვრებდით, გექნებოდათ უამრავი გასტროლი, ასე შემდეგ და აიჩეთ აბსოლუტურად სხვა რამ. ის რომ 24 საათის განმავლობაში ყოველ დღე არჩევნებიდან მოყოლებული რუსთაველის გამზირზედ გახართ. ნუ ავირჩიე, იმიტომ რომ ეს არის დღეს ჩვენი ცხოვრება და მე ეს შეგნებულად ავირჩიე. ყველამ ის კი იქ ვართ. რუსთაველის გამზირზე ყველამ ვართ თანაბრები და მე ერთადერთად გეტყვით, რომ ეს არ არის სტიქიური რამ, ეს არის შეგნებული რამ. აი სტიქიური როცა გამოვა ხალხიდან ერვი, ეს შეგნებულად ყველანი მიდივართ იქ და ვაკეთებ ემსახურებით ჩვენ ქვეყანას. და რაჯობია ამას დიდი სიხარული, დიდი ბედნიერება რომ ემსახურო შენ ქვეყანას არ არსებობს. ხან უამრავი ადამიანს გაიცანით ახლა, ხო, იქ რა უკეთ ერთი ოჯახი ვართ, სახელებით, გვარებით. ხო. რა ვიცი, როგორ არის იცით მე ნიღბიც არ არის ადამიანი, მე უკეთ თვალებით ვგრძნობთ ერთმანეთს. თო მარტო თვალებით ჩანს და თვალებიდან შენი სარაკი, შენ დათო როგორ ახარ, როგორ ახარ. ხო. შეიძლება ისე ვერ იცნოთ, თუ ნიღაბი არ გაიგეთ და შეიძლება ვერ იცნოთ. ქუჩაში რო შეხტოს ვერ იცნოთ, კი. ხო, და თან რა არის ყოველ დღე მიდიხართ. რა თქმა უნდა, არ ჩავარდეს დღე. კი. ყოველ დღე იკეთება რუსთაველი, ყოველ დღე 1000-2000 ადამიანი იქ არის, ეს საკმარისი იმის რომ გადაიკეთოს, მაგრამ როცა საჭიროა ბევრი, გამოდის სათობით 1000. ნუ ეს თქვენ იცით, ახლა მე რაც გიყვებით, მაგრამ რუსთაველზე ყოველ დღე არის 1000-დან 2000 ადამიანამდე. ახლა მე სხვა მაინტერესებს აი ამ პერიოდის განმავლობაში, ხო? თუ საქართველოში ხართ და ანუ რა თქმა უნდა შემოთავაზებები ხო გქონდათ ან გასტროლებთან დაკავშირებით რა ქენით ამ მიმართულებით ანუ რა უნდა გითხრათ ახლა მე იტალიაში მქონდა გასტროლები ახლა ის იანვარი მხედველობაში მე გერმანიაში მქონდა ნუ რა დროს გასტროლებია როცა დღეს ჩემი აქ ყოფნა მე ფიქრობ რომ არის აუცილებელი არა ნუ გასტროლები ყველა გააუქმეთ ფაქტიურად მე 2026 წლამდე ყველა გასტროლებმა გააუქმებული თვითონ რას ეუბნებით ვინც ნუ გაჩნია ხა რომელი თეატრია ან რომელი საკონცერტო დარბაზია ზოგს ეუბნები რომ ხა ტელევიზიით როგორ ახარ რო ავატახარ მოპოდი თუ გავიდა იქ გეტარი გადამახტევინები ზოგს ეუბნები რომ ბოდიში და რა ვიცი რაღაცა შეუძლებელი ჩემი იმპრესია კი, მაგრამ ანუ ერთი კითხვა, აი ოჯახში. დიახ. არ განიცდიან თქვენ ამბავს, ახლა ჩემ მეუღლე არის ძალიან განიცდის ხოლმე ჩემ პოეტიკურ. მეუღლე მაგალითად ხო? მაგრამ რა არის იცით მე ბედნიერი კაცია. ჩემ მეუღლე უკრაინელი. დიახ. ის უყურებს ტელევიზორში უკრაინულ იმას, გადაცემებს და უკრაინულ არქივს. ხო. ქართული ხა რო გითხრათ ქართულ აღზე გადმოსთავს არამედ. ისე აზზე არ არის საერთოდ.
მან იცის რომ ეს საღამოთი გავდივარ სუფთა ჰაერზე გასასწრებელზე. მე მოდიო საჩი. ესე კარგად ძინავს მე ამის ვერე და ისე. მაგრამ ერთხელ მქონდა პრობლემა ძალიან. ერთხელ ჩავიწი უკვე აღარ გამომივიდა, ეს იყო 9 აპრილი, როდესაც ჩვენ ყველანი ვათენებდით 8-დან 9 აპრილს და დილის 4 საათზე გახსოვთ ჩვენ პარაკლისში ჩავუტარეთ იმას ხალხაცულებს და იქ იყო მთელი ფიცის დადება ყველაფერი. და ერთხელაც 9 აპრილს მე ვთხარი რომ სასიენოდ მივიდივარ მეთქი, რომ არ ინერვიულოს და პირველ საათზე მირეკავს რატო არ ახარ სახლში. ვთხარი მე ხა ცოტათი შევჩით მეგობრებთან, 2-ზე რატო არ ახარ, 3-ზე 4-ზე ვთხარი ჩართე ტელევიზორი. და მინახა სამთი ხელში. მე უკვე მივხვდა რომ რაღაცა ხდებოდა. მაგრამ მხარდაჭერა მაქვს, რადგან უკრაინელია, მე მხარდაჭერა მაქვს. კი, რა თქმა უნდა, კი ბატონო. მაგრამ ჯარიმები დავითვალეს, სადღაც 8 ჯარიმა გაქვთ. ჯერჯერობით 8. ბოლო მოვიდა 2 დღის უკან, დიახ. 2 დღის უკან მოვიდა რისი ჯარიმა იყო 2 დღის? რა ვიცი, რომ 27 აპრილის მე მგონი, ნუ. ხო. 5-5000, ნუ ეს. ყველა არის 5-000-იანი. ხო, რა ენაღლებათ რა. ხო. მეტი არ შეიძლება თორე იქნებოდა მეტი. მაგრამ პირველი ჯარიმა როდის მოგივიდათ? პირველი მოვიდა ჩემს იუბილეზე, 70 წლის იუბილე მოგილოცეს 5000 ლარიანი ჯარიმით. მომილოცეს და როგორ მომილოცეს, იცით რომ თურმე გადავკეთე პარლამენტთან. მე ვუთხარი როგორ შეიძლება პარლამენტთან გადამიგიდო, როცა ოპერასთან ვიყავით. მე ვუთხარი მოწმე ტყავს 1000-ობით ადამიანი. ხალხის ხოშოს მოდიოდა მოწმე წამოყვებით, რომ ჩვენ ვიყავით ოპერასთან. 1000-ობით ადამიანი. ნუ ეს სასამართლო ეხლა ჯერ არ ჩატარებულა. მაგრამ ეს ჯარიმა მოსულია. ისე რომ ეგ ის დღე იყო ოპერაში რომ არ შეგიშვეს. ბატონ პაატა ბურჭულაძე მადლობა. ოპერის თეატრში არ შეუშვეს. თვითონ ტელემაყურებლებო ბატონ პაატა ბურჭულაძეზე საუბარი. დიდი მადლობა რომ არ შემიშვეს, იმიტომ რომ ასეთი იუბილეს მე ვერ გადავიხდი. მართლა კარგი საუბარი. დიდი მადლობა და ეხაც ყველას, ვინც ჩამთვალა ღირსა და მოვიდა და მომილოცა რუსთაველის გამზირზე. ხო, იმიტომ რომ რამდენ სცენაზე გამოსულ ხართ, მაგრამ სატვირთო მანქანაზე მოწყობილ სცენაზე არასოდეს არ გიმღერიათ, ხო? ახალი ტრენდია რა, ძალიან კარგი. ყველა შეგვიძლია რომ ვიმღეროთ ათი. კაი სცენა ყოფილა. კარგია, კი ბატონო. ნუ მე მოყვა ჯარიმე, მაგრამ აი ეს რაც სულ მაინტერესებს ხო ხა. აი პოლიციელებს რომ მიაქვს ჯარიმები ადამიანებთან, ნუ ატყობ რომ არ აქვს რეაქცია, მაგრამ აი პაატა ბურჭულაძესთან რომ მიაქვს პოლიციელს აი ეს ფურცელი რა როგორი ისა არა აქვს აი ეს სიცხვილის ცნობა ვიდეოზე აღვნიშნე კიდევაც პირველი 4 ჯარიმა 5 ჯარიმა უბრალოდ როგორ მოდიოდნენ და როგორ ძალიან მოწიწებით და ძალიან არ უნდათ, მაგრამ მაინც რომ გაძლევენ ამ ჯარიმას ვალდებულები არიან. მაგრამ ერთხელ რუსთავის პროსპექტზე შემხვდა მე ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიჭი და მითხრა ბატონო პაატა ვიცითო ვიდეო ვნახეთო იმაში ინტერნეტშიო თქვენ რო დადეთო და ეს ადამიანი ვით თქვენ ჯარია მოგიტანა იყო ჩემი ძმის სიმამრიო 3 დღე არ უშვებდნენ სახლში თურმე როგორ შეგვარცხენ პოლიციას 3 დღე არ უშვებდნენ სახლში როგორ შეგვარცხენ თო სახელდაგვარი თქვით ჩვენ იქა და იმის მერე უკვე მე აღარ მოდიან სახლში უკვე მიგზავნიან პოსტით არა პირდაპირ ტელეფონზე მირეკავენ და ესე პირდაპირ მაგრამ ანუ სასამართლო იმართება თუ არა თქვენთან სასამართლო ერთი მქონდა მე ეს და ჩემ ცხოვრებაში ხა მე არ ვიცოდი თუ მომიწევდა სასამართლოში მისვლა მაგრამ მომიწია და მე მაინტერესებდა რა როგორია სასამართლო საქართველოს სასამართლო გაგონილი მაქვს მურუსიძე ჩინჩალაძე ესენი ყველანი მაგრამ მაინტერესებდა როგორია ერთი მაინც თან როგორ შენ უნდა იყო როგორც ცუდი ადამიანი იქა და შენ გასამართლებს საქართველოს რო ძალიან ცუდი ხარ რაღაც დაარღვია მაგარი საკუთარ თავზე გამოცაც ისა ნინო ენუკიძე იყო მოსამართლე მე იქ სიამოვნება მივიღე მე ეგეთი არ მინახე ესე იგი 2 საათი არაფერზე საუბარი არაფერზე აბსოლუტურად აი ვერც ვერაფერს ვერ გეუბნებიან ვერც ვერაფერს გიღიმიან ყველაფერი ფულოს გადმოვხედა 5000 კბილა ვისთვის თვითონაც რო არის არაფერი არის ხო 5000 ლარი ხო აი ხო შეიძლება 5000 ლარი კაცად არა რადგან პაატა ხარ ბურჭულაძე 5000 ლარი იმილი სოფლიო ბანი ხარ და აი ტკბილად და თბილად გამოგიწერათ 5000 ლარი მაგრამ სულ მაინტერესებს რომ ანუ
თუ რაღაცა შეიცვალა ამ ქვეყანაში, ალბათ შეიცვალა. აუცილებლად შეიცვალა. როგორ უნდა მოვიქცეთ აი სიტყვაზე სასამართლოსთან მიმართებაში. ეს ხალხი ხო უნდა გასამართლდეს, ვინც ესეთ უკანონო აუცილებლად, მაგრამ მე რა წინადადებით ჩამოვდივარ. ხო. ეს მოსამართლეები აუცილებლად უნდა გასამართლდნენ. მაგრამ მე შემოდივარ ის წინადადებით, რომ მურუსიძე უნდა გაასამართლოს ესენი. ხო. და შემდეგ სულ ბოლო უნდა გავასამართლოთ მურუსიძე. უკვე დამოუკიდებელი. იმიტომ რომ ამგენ უნდა იგრძნონ. რომ რა სასამართლოს წინაშე არიან. აი მურუსიძე უნდა გაასამართლოს ესენი მურუსიძეს ხელიდან და ბოლოში უნდა თვითონ უკვე დამოუკიდებელი. უკვე ნამდვილ სასამართლოს. კარგი გეგმაა. საჭირო. ხო, ნუ სასამართლო სასწაულია, ნუ აზრი არ არის, საერთოდ არ არის. იცი რა ბატონ პატა, ხა მინდა თავარ თემაზე გადავიდე, თქვენი ახალი ეს მოძრაობა, რომელიც შეიქმნა რუსთაველის გამზირი. ხო, აი ამაზე რომ მოგვიყეთ 2-20 სიტყვით. ნუ რუსთაველის გამზირი ბატონებო არის ძალიან ესეთი მოძრაობა, ეროვნული მოძრაობა, რომელიც ჩამოყალიბდა თავისით. ჩვენ არ ქონია არც არაფერი, არც არჩევნები არც. ხა მე ვერ ვიტყვი რომ მე ვარ ლიდერი იმისი, მაგრამ ასე გამოდის რომ ასე გამოდის რომ ხალხს უნდა რომ მე მათი აზრი თქვა. ამიტომაც ჩვენ გვაქვს ეგეთი გეგმები, ჩვენ აუცილებლად უნდა ჩავატაროთ ეროვნული ყრილობა, ესე იგი ბიძინა ივანიშვილის მოშორება მშვიდობიანი გზით ხდება მარტო ერთხელ. უნდა ჩატარდეს ეროვნული ყრილობა, ყველა სოფლიდან 3000-ზე მეტი სოფელია საქართველოში უნდა ჩამოვიდეს თავის დელეგატი, ყველა რაიონიდან უნდა ჩამოვიდნენ დელეგატები, ჩვენ უნდა დავждეთ ერთად ქალაქებიდანაც დელეგატები დავждეთ ერთად და გადავწყვიტოთ გვინდა თუ არა ახალი არჩევნები და რაც შეეხება ახალ არჩევნებს ვიცი რომ ვიწყით რომ გვინდა შემდეგ უნდა ჩავატაროთ ციფრულად არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევყვეთ ბიძინა ივანიშვილს თავის რაღაცნაირ აი მახეში რომ ვითომ სადმაც აგდებ და რაღაცა საკეთებ არავითარ შემთხვევაში ჩვენ უნდა ჩავატაროთ ციფრულად და რაც თავარია მილიონზე მეტი ადამიანი არის გასული საზოგადოებრივ ემიგრაცია უნდა მივიცეთ მათ საშუალება რომ მიიღონ მონაწილეობა საქართველოს მშენებლობაში ისინი იმგენო თუ არ მისცეს ხმა როგორი საქართველო უნდა დარჩებიან სამუდამოდ იქ და საერთოდ გაქრებიან ჩვენი რადარებიდან აქ უნდა იყვნენ აქ ისინი გონებრივად არიან საქართველოში ფულს აგზავნიან თავის ოჯახებში საქართველოში ამიტომ უნდა მიიღონ მონაწილეობა საქართველოს არჩევნებში და ციფრულად მათ შეუძლიათ სახლიდან გამოსვლად მიიღონ მონაწილეობა ეს ციფრული არჩევნები არსებობს ხო უკვე ცოტა ხანში გვექნება უკვე ბევრი შემოთავაზება გვაქვს აი ჩვენს მოძრაობა რუსთაველის გამზირს ცოტა ხანში ექნება და შემდეგ წარმოადგენთ ამას ჯერ ძალიან დიდი სიცილხარხაღი გამოიწვია ვითომ ოცნებაში როგორ შეიძლება ძალიანად შეიძლება თვარეზე შეიძლება დაждობა მილიარდების გადარიცხვა ტელეფონებით შეიძლება ერთი ბანკიდან მეორეში და თურმე არ შეიძლება ხმის მიცემა შეიძლება არის ამის გამოცდილება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ჩვენ ეს აუცილებლად გვჭირდება. გონი ბალტიისპირეთში არის ნამდვილ მე მგონი ლატვიაში არის სკანდინავიის ქვეყნებშიც არის. მაგრამ რა არის ეს რაღაც ხოვება არის? ისინი ამას ატარებენ, იმიტომ კი არა რომ არ ჯერათ იქ ბიძინა ივანიშვილი არ ყავთ მაგათ. რომ არ ჯერათ ამის. იქ უბრალოდ ცხოვრება წინ მიდის და უფრო ტექნოლოგიურად მაგრამ ჩვენ ეს აუცილებელია ჩვენთვის ეს. იმიტომ ჩვენ სხვა გზა არ აქვს რომ სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ. ამიტომ ჩვენ აუცილებლად უნდა ჩავატაროთ ზუსტად ციფრული არჩევნები. რომ ადამიანს შეეძლოს თავის ხმის მიცემა ისე რომ არ გაუყალბონ არავინ. ხო, ნუ აქ თვითონ ლეგიტიმაცია ხო სჭირდება აქ ამათ თავისი აქვს, თავისი ცესკო აქვს და თვითონ ითვლიან. ცესკო საერთოდ არ იქნება საჭირო, დაждდება ცესკოს კვედები და შეხედავენ. როგორც კი დააჭერს ადამიანი ხელს ვთქვათ სან-ფრანცისკოში, შეხედავენ რომ მან ხმა მისცა საფრანგეთიდან აქ პირდაპირ ტაბლოზე აიწერება ყველაფერი. ისე რომ ცესკო აქ დაჭირდება, ჩვენ თავარია ეს რასაც შევქმნით, უნდა ვაჩვენოთ სოფლიოს ყველა ქვეყანას რომ კონდეს დამაჯერებლობა, რომ კონდეს ნდობა ამ ჩვენ სისტემას. და ამას სისტემა ექნება, როცა მივიღებთ ჩვენ ნდობას, ეს იქნება ყველაფერი. შემდეგ უკვე მილიონი თუ მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს ამაში მონაწილეობას და ეს არის არჩევნები კონსტიტუციით. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ კონსტიტუციით და არა იმ კანონებით, რომელსაც ღებულობს ეს არალეგიტიმური მთავრობა. კონსტიტუციაში გვიწერია ხელისუფლების წყარო არის ხალხი. დავიწყოთ დანარჩენი, ჩვენ ვართ ხალხი, ჩვენ თუ მივიღებთ ამაში მონაწილეობას, ჩვენ თუ მივცემთ ხმას ამას, ჩვენ წყვიტავთ ჩვენ ბედს, გათავებულია საქმე.
ხო რომ დაფიქსირდეს ხო მილიონნახევარი ადამიანმა გამოიყენა სიტყვაზე ეს აპლიკაცია ხო უკვე ამხელა ლეგიტიმაცია ხო არჩევნებს მაღალი ეს არის მე საქართველოს მეტი არაფერი არ არის იმიტომ რომ აქ რა ვიცი ამათ მოწყობილ არჩევნებში შესვლა რა ვიცი თუ მინდა რომ გავერთოთ გართობაც არის არა ხო აი რომ ვინ უფრო დაიკავებს მეორე ადგილს მაგაზე რო იბრძვით უკვე მგონი ეგეც არასწორია ეს დამოკიდებული იქნება როგორ გადაწყვიტავს ბატონი ბიძინა ბატონი ბიძინა სათავისოდ გადაწყვიტავს მე მგონი უფრო არა ბატონ პატრას ფიქრობ არა ის არაფრით არ შეიძლება ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღება და ჩვენი პირველი ამოცანა რასაც ჩვენ ვაკეთებთ დღეს რო გავდივართ ქუჩებში თბილისში და რაიონებში რომ ხალხო არ მიხვიდეთ ამ ცრუ არჩევნებზე არ არის საჭირო ჩვენ გეტყვით როდის უნდა შევიკრიბოთ ერთად და ჩავატარებთ ყველაფერს როგორც საჭიროა საქართველოს. რადგანაც ახლა თქვით რომ ხალხთან გახვედით და უკვე ესაუბრებთ, ხო რეგიონებში დადიხართ, ხო? ანუ რომ მაღალმთიანებში რეგიონში გიწევთ ანუ კი, გვიწევს და საინტერესო რა როგორი ცნობადობა. ესე ხალხი უნდა ხალხი უნდა რა არის ბევრი უნდა იაროს პოლიტიკოსმა რა. ეხლა მე არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ პოლიტიკოსებზე მოგხდელობაში. მაგრამ მე ხლა აი რო ავედი ახლა მე და კახა გოგიძე ვიყავით დაგძალვაზე ხულოს რაიონში. ნადიმ ხმალაძის მამის გარდაცვალების. ხა, ხულოში ვიყავით იქ და გზა აგვერია ახლა მთაში სადღაც ვარ და ერთი გლეხი მუშაობდა სადღაც რაღაცა საკეთებდა გზაზე. და მივედით და ვკითხეთ რომ როგორ მივიდეთ მეთქი რა იმამდე და უი თქვენო გიცანით და კახამ კითხა როგორ იცანია თქვენო ის პატარა ხართო მომღერალი რო ხართო აი ლასკალაში რო იმღერეთო კოვენგარდენშიო და თქვენ რო იქ დაიწყებთო და ხულოს ზემოთი მაგრამ გასხვება რა არის გორში რო ჩამოვედით და გორში რო მივდიოდით ეთო გორელი ვიყურებს ესე და კახამ კითხა იცანიო ვინ არისო და კიო ჩვენი გორელი ბიჭია ჩვენი გორელი ბიჭია გორელი კი ბატონო მაგრამ ეხლა ვარკეთში რო დავდიოდით აი რატომ იმაშევთ ეხლა დავინა ჩვენ ვარკეთში ვარიგებდით ფლაიერს სადაც წერია ყველაფერი და ხედავ ერთი ქალბატონი მოდის აი როგორ არის აი თელი სიმძიმე რო აქ აი სახეზე რაღაც ჩანთა უჭირავს სიმძიმე სახეზე როგორ არჩინოს ოჯახი რა როგორ არჩინოს ოჯახი და რაღაცამდე მივედი და ესეც კეთილად ეს ფლაიერი მივეცი მეთქი და შევმხედა ისე რომ აი რაღაც აი ხო იცი სხვაგან რო არის და უცებ რო შემოხედავს და რო ვერ ხსნობს რაღაცა და ერთ მოუთხა ესო პაატარიო და ვერცანითო და უი ბატონო პაატაო გადამეხოთა მე იაგოელები მეგონებს იაგოელები ესე იგი მე რა დავიდეთ ამ პოლიტიკოსებო გადით ხალხს დაელაპარაკეთ ხო და იაგოელები დადიან ქუჩებში ეს ადამიანი იყო მიჩვეული რომ იაგოა დადის გადით ყველანი დაველაპარაკოთ ხალხს რაღაცა ხო აკაცო სტუდიებიდან ხო ლაპარაკობენ რაღაც უნდა ხალხთან ლაპარაკი სტუდიებიდან ხო ლაპარაკობენ რა თუნდა ხალხთან ლაპარაკი რა თუნდა ყოველდღე აი საათობრივად რამდენი თოქ-შოუა დღეში ხო და მე კიდე იმაზე Facebook-ზე დადებ Facebook-ზე ეხა Facebook-ზე რაღაც დადებ Facebook-ზე აი ამ აკრძალვებზე მაინტერესებს თქვენი აზრი აბსოლუტურად რა ვიცი აი ხა Facebook პოსტების გამო უკვე ხალხი დაბარებული რა ვიცი ან ჯარიმები იქნება იმ ჯარიმას არ გადაიხდი დაგიჭერენ ანუ რაღაცა მარაზმში ვარ ხო მე მგონი რა ხალხზე მე გამახსენდა ერთი კახური ანეკდოტია რა ეგეთი ხა ძალიან კულტურულად მოყვები იმას ხო კახეთში არის ჭიდაობა ხო და რადიოთია გადაცემა და დიქტორს მიყავს ხა ჩვენთან აი ჩვენი მიტუაო და ესა ჭიდაობსო და ეხა თან ყვება იმას რა წესები ამ ჭიდაობაში ჭიდაობაში აკრძალულია კბენაი ღრენაი მე გამოტოვე რაღაცა კბენაი ღრენაი და გულში დედის გინებაი აი შეიძლება ესეც გითხრან ეხა სოდახანში გულში დედის გინება არ შეიძლება ხო რა დაგი აი შენ რაღაც გეთხოვა რომ მე გულში მაგი მაგრამ რა არის იცი საპირისპირო მხარეზე არ მოქმედებს იმიტომ რომ ხა მაგალითად თქვენ შემთხვევაში ხო ფონდი ავნანასთან დაკავშირებით რაც თქვენ ბრალები მოიგონეს თქვენზე ხო ანუ სასამართლო ფაქტობრივად ვერაფერი ვერ დაგიმტკიცათ ხო ბავშვებსო ფული მოპარაო ხო ეგ იყო ერთ-ერთი თან როგორ შიერ ბავშვი შიერ ბავშვი თორე ანუ გამძაფრე შიერ ბავშვი თორე გამძაფრე ხო უჩილეთ შალვა რამი
ნუ უჩივლე იმიტომ ტელევიზიით რამოდენჯერმე თქვა და სასამართლომ თქვა რომ რა ვიცი ხო ის რას გენახავს ვერ ნახავს კალი გეკუთვნის თუ არ მეკუთვნის და გეკუთვნის მაგრამ არ გეკუთვნის ეგ ვარიანტი იყო რა გაამართლოს ხო ნუ არა ნუ ახლა თავისი აზრით რა უთხარი მე ბოდიში მოიხადო სასტრაფოდ რომ ესე პროკურატურამ 7 წელი ვერ მონახა ვერაფერი და ეს კიდე იძახის და ნუ არა არისო საჭირო დაწყნარდიო რა ესეთი იყო რა სასამართლოს გაწყვეტილება რა მაგრამ ჩემი გაუცება იყო ბოლო თქვენი ბატონ პაატა ოფენიარზე რომ გამოხვედით ეს კარგი თბილისი ოფენიარზე რა შეგიძლება იყო ეს ხო აბსოლუტურად სხვა სცენა იყო ახლა თქვენთვის უბედნიერესი ადამიანი ვარ დიდი მადლობა მე მითავოთ ყველას ვინც იქ მომიწვია და ჩემს ამ ლექტორიც მე ერთხელ ნამღერი მაქვს არ გითხრათ რომ ხა სტადიონებზე ბევრს ვღეროდი მაგრამ ნამღერი მაქვს ისეთ სტადიონებზე როგორც 60,000 მაყურებელი იყო მაგალითად კონცერტი იყო ჩვენი რამოდენიმე ადამიანის და ყველაფ მაგრამ ამან საერთოდ ეს ახალგაზრდები ქართული და რაღაცა და მე ვარ საქართველოს და მართლა ანთებული ხალხი რომ აი ამ ახალგაზრდებს უნდა ერთი შეძახილი და უცებ შეცვლიან ქვეყანას რა აი მართლა შეცვლიან ქვეყანას უკეთესობისკენ ვის უნდა ეხლა ის რაც ხდება დღეს საქართველოში რომ სათითაოდ თუ ასე გაგრძელდა საერთოდ ჩამოვლის მე ყველაგან ეს რეჟიმი და მოყვებიან ნელ-ნელა მოყვებიან ისე რომ მე უბედნიერის კაცი ვარ ეს ხა ცოტა ხანში უკვე გაკეთდა ეს დამონტაჟ და ყველაფერი და დაიდება YouTube-ზე. ხაბატონ ნანი ბრეგვადაც იყო და გიული ჩოხელი. გიული ჩოხელი. და მერაბი მაინც მერაბია სეფაშვილი. მოკლედ ბატონ პაატა, ნუ თქვენ მაინც ოპტიმისტურად ხართ განწყობილი და მომწონს რომ ანუ ფაქტიურად ანუ ამ ბრძოლის ველში ხართ შეიძლება მიმართო. კი, რა თქმა უნდა. ბატონებო ჩვენ ხელშია ჩვენი ცხოვრება, ჩვენ ხელშია ჩვენი საქართველო. ფარხმალის დაყრა არ შეიძლება, ნიჰილიზმი არ შეიძლება, ეხლა მოემზადეთ ყველა სოფელში, ყველა რაიონში. გამოავლინეთ თქვენი დელეგატები, მოამზადეთ შემოდგომაზე გეტყვით რიცხვს, როდესაც უნდა ჩამობრძანდეთ, ყველა ჩამოგიყვანოთ და დაგპატიჟებთ თბილისში, გადავწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის ბედი და შემდეგ ნოემბერში ჩავატაროთ ახალი კარგი არჩევნები. ისეთი არჩევნები რომ გადაარჩენ ჩვენს ქვეყანას. ეს არის ერთადერთი გზა რომ მოვიშოროთ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ეს რეჟიმი. ო, ღმერთმა გვისმინოს ამ ამბავში და აუცილებლად ესე იქნება, სხვა გზა არ არის. კი, იმიტომ რომ ახლა ფაქტობრივად ისეთი გარემოა შექმნილი რომ რაღაცა შეგუების პროცესს გავდივართ თითქოს, ანუ ხალხმა ვითომ უკვე ხო არ დაიწყო მე მაგაზე ნერვიულობ ხალხმა ხო არ დაიწყო იმაზე ფიქრი რომ მოდი აი ამასაც შევეგუოთ. რას უნდა შევეგუოთ? აი წარმოიდგინეთ რა სულ რო გავადიდოთ ჩვენ მთელ საქართველოს წინააღმდეგ დგას 200 ადამიანი. 200 ადამიანი. 200 მდიდარი ადამიანი. 200 მდიდარი ადამიანი, ვინც რაღაც მე აგზაებს. მე თვითონაც რო სარჩხუბის თავი არა აქვს, არც იმის თავი არა აქვს და რო გიქსევს იქეთ პოლიციელს ერთ-მეორეს მესამედ. თვითონ ზის თავის კაბინეტში და 200 ადამიანზე ეს არის ყველაზე მეტი. შეიძლება იყოს თქვა 50-ის თან. და რა ამათ უნდა დაანებდეს მთელი საქართველო წარმოუდგენელია. ჩვენ საქმე უნდა გავაკეთოთ ბატონებო. ჩვენ ხელშია ძალაუფლება, ჩვენ ვართ ხალხი, ჩვენ ეს ქვეყანა ჩვენ აქ დავიბადეთ, ჩვენ მას არ დავთმობთ. მინდა წარმატებები, ჯანმრთელობა გისურვო და ყველაფერი საუკეთესო იმედია რა თქმა უნდა არ გიგზავნიან ხალხს ალბათ ბევრი ადამიანი. მოდიან, კი ბოგზანელი იყო ძალიან ბევრი ისეთი რომ ჩემ ახლობლებს რომ რა გინდა მიდი რატო იფუჩებს საქმე საწყობილი გაქვს ცხოვრება წადი იმღერე გააკეთე შენი საქმე ეგეცა ამაზე მეტი საქმე დღეს რაც არის არ არსებობს ბატონებო ბოლომდე წარმატებები ბატონ პაატა ბურჭულაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი დიდი მადლობა ბატონ პაატა Სირფასო ტელემაყურებლებო ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში. ახლა მივდივარ Facebook-ზე უნდა შევიდე და ჩიტებზე და Apple-ებზე უნდა დავწერო ძალიან მკაცრი პოსტები. ამას ხო მაინც ვერ აგიკრძალავთ. აი, ნახვამდის.
გადაცემის სპონსორია Village 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენი კანისთვის. Village 11, კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. სიახლე გვირილაში გაატარე მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45.